ეს არის ჩემი სახელი და გვარი, მაია ღლონტი, ეპოქსიდი და მაი რიზენარტ. მე ვარ მაია ღლონტი, ემიგრანტი ისრაელში უკვე 8 წელიწადია. ბოლო 3 წელიწადია დავიწყე ეპოქსიდზე მუშაობა, რაც შემომიტანა სრულიად სითბო, სიყვარული. ორი რამ ვცადე კი ნამდვილად. ცეკვიდან დაწყებული ყველაფერი ვცადე. მაგრამ ბოლოს გავჩერდი ხელნაკეთზე, საერთოდ არც კი შემეძლო წარმომედგინა თუ შემეძლო რამეს შექმნა ან გაკეთება, არც კი შემეძლო წარმომედგინა. აი ცდით, ბევრი ექსპერიმენტებით და არ დავჭი ქართველ ემიგრანტებს შეუმჩნეველი, ესე ვთქვათ. ეხლა ვამზადებთ აი ესე გამოფენისთვის 23 მაისს. ეს ფიროსმების არასტანდარტული ყალიბი მე თვითონ გავაკეთე. ანდელი გადმოსახედიდან არც ერთ ჩემს გავლილ ნაბიჯს არ ვნანობ, რაც გავიარე. ცხოვრება მასწავლა ბევრი რამე. ძალიან გამოუცდელი ვიყავი, როცა წავედი პირველად ემიგრაციაში. აი ერთ რამეს ვიტყვი, აი ჩემ ნათესავებს არც კი ეჯერა, რომ შეეძლო მაიას რამე გაეკეთებინა. აი იმდენად სუსტი და უსუსური გოგო ვიყავი, რომ აი დეიდაჩემმა თქვა, რომ აი მაია ამას შეძლებსო? აი უკვირდათ და დღეს იმას რო ვეუბნები, რომ მე თუნდაც ორ სახს ვალაგებ და ამ ყველაფრის მერე კიდე ჩემი საქმე მაქვს შეთავსებული. აი არ ჯერავთ. ეს არც გვეძლიერა. კი. ვარ, და მჯერა რომ კიდე უფრო მეტად ვიქნები. აი მეორეს და თქვენ მე ვარ ძლიერი კი, ნამდვილად ვარ ძლიერი. ნამდვილად. დამოუკიდებლად მივახციე ძალიან ბევრ რამეს. ძალიან ბევრს. არის ჩემი ოჯახი, ვისთანაც ვმუშაობ. ეს ბავშვები ჩემ ხელში გაიზარდნენ, ელა და შიღა. ჩემი მეორე ოჯახი ისრაელში. ეს არის ჩემი შვილი. ეს ჩემი მეგობრები, ანა, ქეთი და დედა. ყველამ ვიცით ისრაელში როგორი რთულია ოჯახების დალაგება და გიწევს სხვადასხვა ოჯახების ლაგება ყოველდღიურად და ამ ყველაფრის მერე მჭირდებოდა რაღაც განტვირთვა, თუნდაც იმით, რომ რაღაცით მე აი სიამოვნება მიმეღო რაღაცით. ონლაინ ვისწავლე ყველაფერი და დღეს მოვედი აქამდე ჩემით. რა მოგწედებობს? როცა ამასთან ვზივარ და ვმუშაობ, არაფერზე არ ვფიქრობ. არ ვფიქრობ არც სახლზე, არც შვილზე, არაფერზე არ ვფიქრობ. ვფიქრობ იმაზე, რომ რა შეიძლება შევქნა და რა შეიძლება იყოს ლამაზი. და რა შეიძლება რაღაცა განსაკუთრებული გავაკეთო, განსხვავებული. არ ვიცი, ვფიქრობ ამაზე, რომ სულ რაღაცა განვითარდე და წინ წავიდე. ისრაელი მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ განვითარდე, ვიარო სხვადასხვა მასტერკლასებზე და შევათავსო შემდეგ ყველაფერი ერთად. მაშულმა გამოვიარეთ ბევრი რამ, მქონდა ის ეტაპი, რომ გარდატეხის ასაკში, განსაკუთრებით 13-14 წლის ასაკში ძალიან გაგვიჭირდა კომუნიკაციაც, ყველაფერი, ერთი ფიქრი, ვფიქრობდი იმას, რომ უნდა წავიდე და ჩემი შვილის გვერდზე ვიყო, მაგრამ დედაჩემმა შეძლო შეუძლებელი, ალბათ ჩემს შვილს ისე დაუდგა გვერდში და დღესდღეობით ყველაფერი გადავლახეთ, ესე ვთქვათ და ეხლა ჩემი შვილი ჩემი საუკეთესო მეგობარია. გუშინ წინ ვიდეო დავდე და მეუბნება, რომ დე ყოჩახ როგორ დახვეწე, დე ლამაზია. ეგ ძალიან მაგარი ბედნიერება, როცა შენი შვილი ამაყობს ამ ყველაფრით, კარგია ძალიან. 29 აპრილს დამეღუპა მამაკი. ის იყო ალბათ
ყველაზე დიდი ტკივილი, რაც კი მივიღე ემიგრაციაში და აი არც ერთ ემიგრანტს არ უსურვებ გამოცადონ საკუთარი ახლობლის და ნათესავის დაკარგვა უცხო მიწაზე. მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როცა არ შეგიძლია თუნდაც ის ბოლო წუთებიც გაატარო მათთან ერთად. არა მარტივია. გოყვა. და უსვათ წერტილი ალბათ ერთ დღეს ემიგრაციას. პრობლემების და მიზეზების გამო ვერ წავედი, თორემ ვფიქრობ, რომ ახლო მომავალში დავასრულებ ჩემ მიზნებს, რაც მქონდა ჩანაფიქრი უკვე გასული ვარ ბოლოში, ესე ვიტყვი და მალე დავბრუნდები. ვფიქრობ, რომ ძალიან შეცვლილი დამხვდება საქართველო. იმიტომ რომ დიდი დროა 2017-ში ჩამოვედი აქ პირველად და დიდი დროა ძალიან გასული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი შვილი დამეხმარება ალბათ ყველაფერში. გადავდგავთ ყველაფერს ერთად აწი. ერთი ყველაზე კარგი მხარდამჭერი მყავს ნამდვილად ჩემი შვილი, რომ ვფიქრობ, რომ არ გამიჭირდება. რა არის თქვენი გზავნილი ისრაელიდან? ყველას გამძლეობას უსურვებ ისრაელში და აი ვისაც კი რამის აი დარწმუნებული ვარ მე ადრე ვიდეოც დავდე ამასთან დაკავშირებით, რომ ჩემზე ბევრად ნიჭიერები არიან აქ ქართველი ემიგრანტები და საკუთარ ნიჭს აი დახშული აქვენ ესე ვთქვათ რა და არ იყენებენ ამ შესაძლებლობას და გასაქანს არ აწევენ საკუთარ თავს, რომ განვითარდნენ და მინდა რომ ყველა ემიგრანტმა განსაკუთრებით ისრაელში იპოვოს თავისი თავი და არა და იარონ ყველაფერზე თუ კი რამე უნდათ და გააკეთონ. თქვენ აკეთებთ ყველაფერს რაც გინდათ? კი, ყველაფერს. ყველაფერს ვაკეთებ. რაც კი სიამოვნებას მაინჭებს, ყველაფერს ვაკეთებ.